გამარჯობა ბიჭებო. ჰეი, გამარჯობა გოგოებო. ის მოდის, მოემზადეთ ბიჭებო. მე მას ჩემი ჯოხი უნდა გადავარტყა. და აქ, გაგიჟდი? მოაშორები და ჩვენ მას უბრალოდ შევაშინებთ. მან კარგად უნდა იცოდეს, ვინ არის ყველაზე მაგარი. კარგი. ესეც ასე, პატარა ბიჭი გამოვიჭირეთ. რა ჯანდაბა ხდება? და სად არის შენი მეგობარი ჰალკი? ჩვენგან დაგიცვას. ვერც მე ვხედავ მას. სად არის ის? ჰეი, დიდო ბიჭო, სად ხარ? შენს მეგობარს დახმარება სჭირდება. როგორ ჩანს, მას ჩვენი არ ესმის. სულელებო, გამიშვით და ვიჩხუბოთ ერთი-ერთზე თუ გინდათ. ერთი-ერთზე საინტერესო არ არის. ხალხმრავლობა ეს საინტერესოა. ბიჭებო, თქვენ ეს არ უნდა გაგიკეთებინათ. თქვენი მე არ მეშინია, არც ჩვენ გვეშინია. ჩვენ გაგაფრთხილებთ, რომ არ შემოგეყვანა ეს სულელი ფაზლი შენს გუნდში. არ მოგვისმინე და ფაზლი შენს გუნდში შემოიყვანე შესულელო. ასე რომ ახლა ამას ძალიან ინანებ. კარგი სულელებო, მორჩა, საქმე ცუდად გაქვთ. მიდი დენ, შენ პირველი ხარ, ერთი-ერთზე მიდი მასთან. შეხედეთ, დიდი ბიჭი მოდის. მგონი აქედან ახლავე უნდა წავიდეთ. და აქ მშიშარა ხარ? შიშრებო, ჰალკ, დამეხმარე. კამილ, ძმაო, გამარჯობა, მოდი კაფეში წავიდეთ. ცხელი შოკოლადი დავლიოთ, მე გეპატიჟები. ჰალკ, მეხუმრები? შენი დახმარება მჭირდება. ახლავე დაარტყი ამ სულელებს. არა, ბოდიში ძმაო, მისტერ მაქსი მისაყვედურებს. კარგი, აბა წავედი, კაფეში მივდივარ და მე იქ დაგელოდები. დროებით. რა? ვერ გავიგეს, ძმაო? ახლა კი მართლა ცუდად გაქვს საქმე, კამილ. შენ თვითონ გაქვს საქმე ცუდად, სულელო. ეს უცნაური სიზმარი იყო და ჰალკი მოღალატეა. გაიგეთ თქვენი ბედი $100. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. მოიცადეთ გოგოებო. ჩვენ არც კი ვიცით როგორ გამოვიყენოთ იგი. მარტივია, თქვენ შეგიძლიათ თქვათ ნებისმიერი რამ, მაგალითად expecto patronum. რა არის expecto patronum? ეს არის ჰარი პოტერიდან. ჩვენ გვჭირდება სხვა სიტყვები. ბურთო, იწინასწარმეტყველე და გვაჩვენე ჩვენი ბედი. საოცარია. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. შეგიძლია უფრო მშვიდად ისაუბრო? გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. გაიგეთ თქვენს ბედზე $100. $100. რა ხდება აქ? რატომ არ ხართ თქვენ საკლასო ოთახში? მისტერ მაქს, გინდათ გაიგოთ თქვენი ბედის შესახებ? $100. შეწყვიტე ყვირილი. ჩემი ყური ახლა გასკდება. $100? ცოტა ძვირი ხომ არაა? გოგოებო, რას ლაპარაკობთ? ეს ხომ მისტერ მაქსია. ხუმრობდა. ეს თქვენთვის უფასო იქნება. წინასწარმეტყველება შეგიძლიათ რეალურად? დიახ. შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ. მეყოლება თუ არა იოგას ახალი ინსტრუქტორი. კარგი, ჩვენი სფერო ამბობს, რომ მისტერ მაქსი საუკეთესოა. ეს თქვენი ჯადოსნური სფეროს გარეშეც ვიცოდი, მაგრამ მითხარით იოგას ინსტრუქტორზე. ახლა ვეგეტყვით. სფერო, იწინასწარმეტყველე და გვაჩვენე მისტერ მაქსის ბედი. დიახ, თქვენ გეყოლებათ იგი. არის, დიახ, ვიცოდი. მალე მეყოლება იოგას ახალი ინსტრუქტორი. კარგი გოგოებო, უნდა წავიდე, საქმეები მაქვს. ნახვამდის მისტერ მაქს. ჩვენ გავაკეთეთ ეს. ბიჭებო, შემთხვევით ვინმეს ხომ არ გაქვთ დეზოდორანტი? ცოტა ოფლიანი ვარ, საღეჭი რეზინა მაქვს და ჩემსას არ გათხოვებ, დიდო ბიჭო. შენ ნამდვილი ძუნწი ბიჭი ხარ. ეს ჩემი ძმა აქ არის. გამარჯობა, კამილ. გამოიწიე ჰალკ. ახლა არ მინდა შენთან საუბარი. კამილ ძმაო, რა გჭირს? მე შენთვის სული არაფერი გამიკეთებია. ნუ მეძახი ძმას, შენ მოღალატე ხარ, გაიგე? ჩვენ ვაძევთ ჰალკ ჩვენი გუნდიდან. ჩვენს გუნდში მოღალატეებისთვის ადგილი ნამდვილად არაა.
ფაზლ დამშვიდი. მოდი გავარკვიოთ ეს ყველაფერი. კამილ, შეგიძლია ამიხსნა, რა მოხდა? კალათბურთელებმა დამიჭირეს და ჩემიცემა სცადეს. სამივემ. შენ კი მოდიოდი და ვითომ არაფერი ხდებოდა, ისე წახვედი კაფეში. ეს სერიოზული შეცდომაა. გეთანხმები, დიდი ბიჭი ახლავე უნდა გავაგდოთ. კამილ, შენ უნდა დაგერეკა და მე იმ კალათბურთელებს მოვუგვარებდი. ჰეი, ფაზლ, ნუ ჩაერევი, კარგი? ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ. კამილ, შენ იცი რომ ვინ შეგაწუხებს, მე მაგრად ვცემ. უბრალოდ თითით დამიდე, ვინ გაწყენინა, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, კარგი? მოდი წავიდეთ და იმ კალათბურთელებს ვასწავლოთ. კარგი იდეა, წავიდეთ და ვიჩხუბოთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ბიჭებო, გაჩერდით, ნუ გააკეთებთ ამას. მაგრამ რატომ? დამავიწყდა მე თქვა, ეს ყველაფერი ჩემს სიზმარში მოხდა. სიზმარში? ძმაო, ხუმრობ არა? არა, არ ხუმრობ, უცნაური სიზმარი იყო, მაგრამ სიზმარშიც არ უნდა უღალატო მეგობრებს. ეს არ არის სასაცილო. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. ბოდიში დაგვიანებისთვის ბევრი ფული იშოვეთ? არა, ჯერ ერთი ცენტიც არ შეგვიგროვებია. ღმერთო ჩემო, გოგოებო, უკვე მოვიხადე ბოდიში. ავტობუსმა გამასწრო. კარგი, გაიმეორე ჩვენთან ერთად. გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ $100. გაიგეთ ბედის შესახებ $100. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა ბიჭებო. ლორა, შენ რა, კითხავი გახდი? არა, კითხავი კი არა, არამედ წინასწარმეტყველი ვარ. კარგი ბიჭებო, ახლა ჩემი გოგო გახდა წინასწარმეტყველი და თუ რომელიმე თქვენგანი გამაბრაზებს, მე მას ვეთყვი და ის მაშინვე დაგწყევლით. გასაგებია? ძალიან შეგვეშინდა. არც შენი მეშინია და არც შენი მკითხავი შეყვარებულის. წყევლების მე დამჯერა. გინდათ გაიგოთ თქვენი ბედი? დღეს გვაქვს სპეციალური შეთავაზება. შეიძინეთ ერთიც და მიიღეთ მეორეც და უფასოდ. მე მიყვარს ფასდაკლებები. თანახმავარ. ნახოთ როგორი იქნება ჩვენი მომავალი და ვიქნებით თუ არა ჩვენ ერთად. მე არ მჭირდება შეყვარებული მანქანის გარეშე. მაშინ მომაგებინე ეს მანქანა. რა პრობლემაა? როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ არ ვაკეთებ ჩელოცეს. და განზე გაიწიე, მინდა ვნახო, შევძლებ თუ არა კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებას. მოგვეცით $100 და ჩვენ გიწინასწარმეტყველებთ. საფულე სახლში დავტოვე. ნუ იგონებ რაღაცეებს, მეგობარო. მე მაქვს საფულე. უბრალოდ ახლა არ გაჩვენებთ მას. მაშინ ნახვამდის. ხო, $100 არ მაქვს. სხვა რაღაც მაქვს. რა გაქვს? შემიძლია ავიღო ერთი ცალი? ეს მკითხავებისთვისაა. გოგოებო, ეს ყველაფერი სწორედ თქვენია. ისწავლეთ ბიჭებო, როგორ უნდა დაუახლოვდეთ ჩვენს გოგონებს. მოდი ვიწინასწარმეტყველოთ ჩემი მომავალი. ხო, დენს გაიძვერა ხარ. სფერო. იწინასწარმეტყველე და გვაჩვენე დენსის ბედი. შენ გაიმარჯვებ შეჯიბრში. არის, მე ჩემპიონი ვარ. დენს გაჩუმდი, თორემ ახლა დაგარტყავ. გაიწიეთ ორივე მახლავე. შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ. უკვე ავირჩიე როგორი სილამაზის სალონი მინდა ჩემთვის. რა ლამაზია. თუ კიდევ ერთხელ გააკეთებ ამას, იცოდე, მაგრად დაგარტყავ. უკვე ვეღარ ვცუნქავ. მე მხოლოდ 2 პორცია სიმინდის წვნიანი ვჭამედე და ჩემი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სიმინდის წვნიანს ამზადებს. ღმერთო ჩემო. შესუნიანო. ჰეი, სუნიანი შენ ხარ? არა, შენ ხარ სუნიანი. წვნიანის ჭამის გარეშეც აკეთებ ამას. ეს ტყუილია. ამინა, გახსოვს ლუნა მცუქანი ბიჭი იწინასწარმეტყველა. ეს მართლა ბუშტი იყო? თუ ლუნა მიწინასწარმეტყველა, მაშინ ჩვენ უნდა შევეგუოთ. მე არ ვაპირებ მასთან შეხვედრას. ის გამუდმებით აფუჭებს ჰაერს. ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორც კი გავარკვევ, ვინ მოიპარა ჩემი ჯადოსნური სფერო, წყევლას გავუკეთებ მას, მოიცადე, წყევლის გაკეთება შეგიძლია? არა, მაგრამ მე ვისწავლი ამას. ადვილი იქნება. მე ბურთი არ ამიღია. არც ჩვენ. ვიცი რომ თქვენ არ შეხებიხართ ბურთს. და საიდან იცი ეს? ის ჯადოქარია, მან ყველაფერი იცის. თქვენ არ გაქვთ საკმარისი ტვინი ჩემი სფეროს მოსაპარად. შემიძლია კითხვა დავსვა? შენ ხომ მკითხავი ხარ და რანაირად ვერ ხვდები ვინ მოიპარა შენი ბურთი? სტეფ, ნუ აღიზიანებ მას. შენ რა გინდა რომ დაგწყევლოს? ჩემი სფეროს გარეშე ბედს ვერ ვიწინასწარმეტყველებ.
მეგობრებო, გამოიცანით რა მოხდა. ზევით გოგოები $100 წინასწარმეტყველებენ ბედს. გაჩვენებთ ამას. გასაგებია, ესე იგი მათ მოიპარეს ჩემი ჯადოსნური სფერო. ჰო, ეს ახდება. გამარჯობა ჩაკ. შეხედე? მაქს, რატომ ხარ ასეთი ბედნიერი? კითხავმა მითხრა რომ მალე კამპუსში იოგას ახალი ინსტრუქტორი გვეყოლება. გესმის თუ არა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა მესმის. ახლა გვექნება იოგას ვარჯიშებიც. არა ჩაკ, რას ლაპარაკობ? იოგას ვარჯიშები? თუ იოგას ინსტრუქტორი მიმზიდველი აღმოჩნდება, მე და ის წყვილი გავხდები. მაქს, რა სიტყვი იოგას ინსტრუქტორის ნაცვლად ჩემთვის პარტნიორის მოძებნაზე? შენ დამპირდი. მე მარტო ვარ აქ, აქ კი ძალიან ბევრი მოზარდია. შეგიძლია ცოტა ხანი არ იწუწუნო? შენ ერთი და იგივეს ამბობ, პარტნიორი, იოგას ინსტრუქტორი უფრო მნიშვნელოვანია. არ გესმის ეს? სპიერი მაქსი. იწინასწარმეტყველე ჩემთვის. მიდი, მე მინდა გავიგო ბედი. ხო, ჩემთვის, ხო. მე მინდა გავიგო ბედი. ხო, ჩემთვის, ხო. როგორც ჩანს, მათ აქვს ჩენი ბურთი. ხედავ, რა იყო, ახალო გოგო? გინდა შენი ბედი ვიწინასწარმეტყველო? $100 მოგვეცი. ახლა ჩხუბი მოხდება. სწრაფად დააბრუნე ჩემი სფერო. ძვირფასო, ეს სფერო შენი აღარ არის. ის ჩვენია. ახლა ჩვენ ვართ მკითხავები და არა შენ. შენ დაკარგე და ჩვენ ვიპოვეთ. დაფიქრდი ძვირფასო. ასე ხდება სულ. მე არ დამიკარგავს. თქვენ მოიპარეთ და თქვენ არც კი იცით მიწი გამოყენება მატყუარებო. ჯანდაბა, გამოდის რომ გოგონებმა ყველაფერი მოგვატყუეს? ბიჭებო, ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნით. იცი რას გეტყვი ახალო გოგო ლუნა? რას? $10 დავდებ რომ ლორა დაარტყამს მას. თუ ლორა თიც დაადებს მას, ლუნა მას მაშინვე დაწყევლის და ის ინანებს ამ ყველაფერს. ლორაზე $10 ვდებ მეგობარო. თუ ლორა ლუნას დაარტყავს, ლუნას წყევლისთვის დრო ნამდვილად აღარ დარჩება. შენ აღარ იქნები მკითხავი, აღარასოდეს. გაიგე ეს თუ არა? რა? გინდა რომ ამიკრძალო წინასწარმეტყველება? იმიტომ რომ შენი სფერო აღარ გექნება. რა გააკეთე? შენ დაამტვრიე ჩემი ჯადოსნური სფერო. ახლა წინასწარმეტყველება აღარ ახდება. არ მაინტერესებს ეს. ეს ნიშნავს რომ სკოლის ავტობუსი ჩემს კატას არ დაეჯახება. არ მეყოლება მეგობარი, რომელიც ფრეშიქს შეხვდება. მე შენი შეყვარებული არ ვარ. არ მაინტერესებს. აბა მეგობრებო, რატომ შეიკრიბეთ აქ? ახლავე კლასებში, დროზე. არ ინერვიულოთ, შურს ვიძიებ მათზე. დანარჩენებმა კი გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და დააწკაპუნეთ ზარზე და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიას. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ დიდ შარში გაეხვევით. ნახვამდის!